მოგესალმებით, ანნა, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის, ბატონო ბადრიმას და ასევე ბატონო მამუკამაც გაასაჩივრეს. კი ბატონო. ეგ სამარცხვინო გადაწყვეტილება, ახლა რაც შეეხება ღალატის კომისიას, ეს არ არის არანაირი საგამოძიებო კომისია, ეს არის ქვეყნის ღალატისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის კომისია, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ქვეყნის ღალატს რო ჩადიან ამის ნათელი მაგალითებს ჩვენ ყოველთვის ხედავთ და უყურებთ, როდესაც ქვეყნის დადანაშაულებას, საქართველოს დადანაშაულებას აპირებენ, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სისხლძღველ ომში, როდესაც რუსი ოკუპანტები დაგვეცხა თავს, ხოლო დევნასთან დაკავშირებით ნათელია გერთვები ძლიერი საქართველოსთან, ძლიერი საქართველოს ოფისიდან, სადაც მისი ორი ლიდერი, მამუკა ხაჭარაძე და ბადრი ჯაფარიძე, პოლიტიკური დევნის ობიექტები არიან. მოკლედ რომ გითხრათ, ეს საგამოძიებო ეგრეთ წოდებული კომისია, რასაც თამამად შეიძლება ეწოდოს ღალატის კომისია, მიუხედავად მათი მცდელობებისა, ხო, ეს ყველამ კარგად ვიცით, რომ არაკონსტიტუციური ორგანოა, რაღაც გარკვეული პირთა ჯგუფი შეიკრიბა ეგ პარლამენტში და საკუთარ თავს დაარქვეს პარლამენტი, შენობაში შეიკრიბნენ პარლამენტი და პარლამენტი დაარქვეს. შემდგომ თავიანთი რიგებიდან გამოყვეს რამოდენიმე მასხარა და დაარქვეს ოპოზიცია, ხო წარმოგიდგენიათ, არა დაცინვა, დაარქვეს ოპოზიცია და შემდგომ შექმნეს ეგრეთ წოდებული, რასაც დაარქვეს საგამოძიებო კომისია. მაგრამ იმდენიც ვერ გააკეთეს, რომ ეს საგამოძიებო, ეგრეთ წოდებული საგამოძიებო ეს რა ქვია კომისია კონსტიტუციასთან როგორმე თანხვედრაში მოეყვანათ. ანუ რას ვლაპარაკობთ? ეს ჩვეულებრივად რომ არჩევნების გამყალბებელი და ხელისუფლების მიმწესებელი რუსული პოლიტიკური ძალაა, ვიცით ეს არაკონსტიტუციური ქმედება და მეორე საკითხი, რაც შემიძლია გითხრათ, ეს ანტიკონსტიტუციურია. აი ამ ყველაფრიდან გამომდინარეც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის და მე აუხსნი მაყურებელს მარტივად. საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლი საუბრობს, რომ საგამოძიებო კომისიაში კომისიის შემადგენლობაში კომისიის წევრთა ნახევარი, არანაკლებ ნახევრისა წევრთა მიაქციეთ ყურადღება უნდა იყოს ოპოზიციიდან. ჩავთვალოთ, სასაცილოა, მაგრამ ეს მასხარები არიან, დაუშვათ ჩავთვალოთ, ვისაც ოპოზიცია დაარქვეს, ოპოზიცია. 8 წევრისგან შედგება ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია. 8-დან 5 არის რუსული ოცნების წარმომადგენლები და 5 აი პირობითად, 3 პირობითად თქვა, 3 არის სოზარ სუბარი. სახელი და გვარები აღარ მახსოვს. სოზარ სუბარის ამ შემთხვევაში მიმდევრები. ანუ ბალანსი არ არის დაცული და საქართველოს კონსტიტუცია იმპერატიულად საუბრობს, რომ აუცილებელია, რომ ნახევარზე იყოს. აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებებიც არ უნდა მიიღონ. ისედაც ფაქტობრივად და ფორმალურადაც ეს არის ანტიკონსტიტუციური და უკანონო. რამე თუ საფუძველი თავიდან ხელისუფლების მიმტაცებელ ძალას არ აქვს არანაირი კომისიების შექმნის და საქმიანობის, მაგრამ ისედაც ვერ მოარგეს ეს ყველაფერი საქართველოს კონსტიტუციას და 42 მუხლის პირდაპირ იმპერატიული მოთხოვნა არის დარღვეული, რომ ნახევარი ის ფორმალური ოპოზიცია რაც ყავს, ისიც ვერ გააკეთეს, რომ ნახევარი ყოფილიყო. ახლა მარტივად გეტყვით და აგიხსნით მათ გამართლებას. პროცესზე საოცრება ის იყო, რომ პროკურატურა განაცხადა, რომ გიორგი გახარიას პარტია მოიყვანა მაშვალ რგოლად და თქვა, რომ გიორგი გახარიას პარტიას გამოუყვეს კვოტებიო. ეს არის სასაცილო, როდესაც მე ვკითხე პროკურორს წევრები ჩამომითვალეო, მან მითხრა რომ 8 წევრი ვიცით და 2-ს ვერ გეტყვითო. ხო წარმოგიდგენიათ? ანუ რა ხდება? გახარიას პარტიას გამოუყვეს კვოტა, მაგრამ კვოტა არ ნიშნავს წევრს. წევრს აქვს სახელი და გვარი, ანუნა. და წევრები უნდა იყვნენ, კონსტიტუცია პირდაპირ საუბრობს, მაგრამ ის კვოტა გახარიას არ აუთვისებია და არც არავის არ აუთვისებია. აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ამ ეგრეთ წოდებულმა საგამოძიებო კომისიამ, ეს არის ანტიკონსტიტუციური და კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში ყველა კუთხით და ყველა გაგებით. აი ეს შეიძლება ითქვას, ჩვენ ამას ამ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს გუნდის შიგნით განსაკუთრებით იურისტებს აქტიური მსჯელობა შემდგომი სამართლებრივი რეაგირებებთან დაკავშირებით და დამერწმუნეთ ძალიან საინტერესო პროცესები იქნება. მაგალითად რას გულისხმობთ აი სამართლებრივი რეაგირებაში, ლევან? სამართლებრივი რეაგირება არ მინდა წინასწარ დავაანონსო, პირველ რიგში გაიგებს მედია საშუალებები ამის შესახებ, როდესაც იქნება მზა პოზიცია, მაგრამ ამას მივცემ ჩვენ სამართლებრივ რეაგირებას.
აჰა, კი ბატონო, გასაგებია. ლევან, კიდევ ერთი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მინდა რომ დაგისვათ შეკითხვა. ეს ეხება უშუალოდ საკადრო გადაადგილებებს ძალოვან უწყებებში. ჩვენ ნახეთ ვილუაშვილთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა. დღესაც იყო ცვლილებები ბოდიში გვარი დამავიწყდა. რა გვარზე იყო საუბარი, მანამდე გავიხსენებ, თუმცა ფოტოგრაფების საქმის გამომძიებელი, ფოტოგრაფების საქმის გამომძიებელზე საუბრობთ ალბათ, ხო? კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. ხო, რაც შეეხება ეს რაღაც შიდა ამბებია უბრალოდ ლევან, როგორ ფიქრობთ, თუ უკავშირდება მათ შორის იმ პროცესებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და რამე კრიზისის არსებობის მანიშნებელი არის. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, კი ბატონო, რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, მე სერიოზულად გეუბნები და არ გაგიკვირდეთ ცოტა ხანში ვანო მერაბიშვილი რო შინაგან საქმეთა ministrად დანიშნო. მართლა გეუბნებით არ გაგიკვირდეთ. რატომ გაქვთ ეს მოლოდინი? ვანო მერაბიშვილი გეტყვით აგერ ვანო მერაბიშვილი რო შინაგან საქმეთა ministrად დანიშნოთ არ დაგრო. რა ვიცი ვანო მერაბიშვილის ყველა ამ შემთხვევაში დასაყრდენი და კადრი ვინც კი იყო, ვინც გახმაურებული საქმეების გამომძიებლები და წამართველები იყვნენ, ყველა დაწინაურებულია ამ რუსული ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხო? ახლა ფოტოგრაფების საქმე იყო ნათელი მაგალითი პოლიტიკური დევნის. ფოტოგრაფების საქმეზე გახსოვთ როგორ რიხით გამოდიოდა, ახლა მე მგონი აჭარის პოლიციის უფროსად დანიშნეთ ის ადამიანი როგორ ამტკიცებდა მათ ჯაშუშობას და დანაშაულს. დღეს ახლა აგერ არის დაწინაურებული, ხო? ნუ რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ, რომ ადეიშვილის მოადგილე იმაში ყავთ, რა ქვია, პარლამენტში, ეგრეთ წოდებულ პარლამენტში ყავთ და კომიტეტის თავმჯდომარეა და ნუ რა ვიცი, ველოდები, მართლა გეუბნებით, ველოდები, მით უმეტეს ივანიშვილი სანამ ოპოზიციაში იყო ძალიან აკებდა მერაბიშვილს და ველოდები, რომ ალბათ მერაბიშვილსაც რაღაც პოზიციაზე დააწინაურებენ. მე რატომღაც ესეთი მოლოდინი მაქვს. ამასაც გაამართლებენ პირდაპირ გეუბნებით და ამაზეც სწავლენ გამართლებას. ხო, რაც შეეხება ხა გადაადგილებებთან დაკავშირებით, ნუ მე არ ვიცი იქ სავარაუდოდ რა ხდება და როგორ ხდება შიდა ბრძოლებია, რასაც უყურებ, სავარაუდოდ ლაპარაკობ, ეს ნაკლები ინტერესია ამ შემთხვევაში ჩემი და ჩვენი პარტიის ინტერესია სხვა რამ და გეტყვით რა არის ეს სხვა რამ, რა ინტერესი გვაქვს ჩვენ და ჩვენს პარტიას, ხოლო რაც შეეხება იქ ერთი ალბათ ყურადღებას მიაქცევდნენ ის ადამიანები, ვინც სავარაუდო დანაშაულით ჩადიან, დასანქცირებულ პირთა უმრავლესობა მოაშორა ივანიშვილმა თანამდებობებს. უკვე აღარ ჭირდება და მოაშორა დასანქცირებულ პირთა უმრავლესობა. ხოლო ჩვენი და ჩვენი პარტიის ინტერესი არის ის, რომ პირველ რიგში პოლიტიკური ტყვეები გათავისუფლდნენ და ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კანონი და კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. ანუ და მე და შენ, როდესაც და მე და თქვენ, როდესაც საუბრობთ, ამ ყველაფრის მიღმა ხდება ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტუაცია. საუბარია მძიმე კრიმინალურ ფონზე. საუბარია ასევე ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გადინებაზე. ამაზე უნდა თუ არ ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენ ამაზე ძლიერი საქართველოს ვისაუბრებთ. საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. საქართველოს ქართველების გარეშე რაც ჰქონდა საბჭოთა კავშირს, აი ამ ოცნებას უსრულებს ეს რუსული ხელისუფლება, ხო? შობადობასა და სიკვდილიანობას შორის ნახეთ შეფარდება. სიკვდილი გაამეფეს ამ ადამიანებმა ქვეყანაში. შიმშილია ან უნდა ქვეყანაში. საქართველოში სამუშაო ადგილები არ არის. ინვესტიციები არ შემოდის. ევროკავშირთან და ევროპულ ოჯახთან საერთოდ დაშორება მიდის მაქსიმალურად თუ რამე ძაფები არსებობს ყველა და ყველაფრის გადაჭრა მიდის, ხო? ეს არის მიზანმიმართული რუსული პოლიტიკა. ამაზე არ უნდათ ვისაუბროთ, უნდათ ვისაუბროთ იმ რაღაც ამ შემთხვევაში გამოგონილ თემებზე. არც არავის არ ეშინია, არც მათი მუქარების, არც არავის არ ეშინია, ეგრე ხო ხედავთ მაგალითია ჩვენი პარტიის ლიდერები, ხო? რაღაც 10 წლიდან მეტი პატიმრობას ემუქრებოდნენ პირველ საქმეზე, ის საქმე, ფულის გათეთრების საქმე, ეგრეთ წოდებული სამარცხვინო საქმე თავზე ჩამოეშალათ ჩვენი პარტიის ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჩაპარიძე ბოლომდე იყვნენ და ბოლომდე შეხვდნენ იმ განაჩენს რაც შეიძლება ყოფილიყო პირველ საქმეზე, ახლაც ასე არის. იმიტომ რომ ამ ხალხს და ჩვენ ძლიერ საქართველოს გვიყვართ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენ მზად ვართ რომ ან დევნის ობიექტით იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე საქართველოს და საქართველოს მოქალაქეები სამშვიდობოს გავალთ და იქნება ამ ქვეყანაში თავისუფლება, დემოკრატია და არ იქნება ერთხელ და სამუდამოდ ტირანია. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი ლევან სამუშია პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.